ოზან რამდენიმე დღეა რაღაც მაწუხებს. ბატონი ჰაკანის სახელს ვახსენებ თუ არა? არ ვიცი, მაშინვე იძაბები, უცნაურად იქცევი. რამეს მიმალავ, რამე ხდება? ასე რატომ ფიქრობ? არ ვიცი, უცნაურად იქცევი. ვერ ხვდები. თქვენ შორის რა ხდება? უმგითხარი. მას და მამას საერთო საქმე უნდა წამოაწყოთ. ჰაკანმა უარი თქვა. მაბატია, მაგრამ ამის გამო მის მიმართ ნდობა დავკარგეთ. მოგესმის? ოზან. არაფერია, მოვაგვარეთ უკვე. პრობლემა აღარ არის. ოზან. მაბატია, მაგრამ ამამბის არ მჯერა. რატომ? მატყუარა ვარ? არა, მატყუარა არ ხარ. და სწორედ ამიტომ შენი ნათქვამიც არადამაჯერებელია. მინდა ვიცოდე რა გაწუხებს. ბატონ ჰაკანზე რამე უნდა ვიცოდე? არა. არაფერი საყვარელო, რა უნდა იყოს? არ ვიცი. იქნებ რამე ჩაიდინე და მასზე ნაწყენი ხარ. ვინაიდან მასთან მუშაობ, არ გინდა რომ მეც მაწყენინოს. ხომ შეიძლება ეს იყოს? შენ ალბათ ბევრ სცენარს კითხულობ. ამან შენზე იმოქმედა. მისმენა? იცი რა, ჩემსა და ჰაკანს შორის ისეთი არაფერი ხდება, რასაც ვერ მომაგვარებთ, კარგი? ანუ ისევ მეგობრები ხართ? მეგობრები ვართ. ახლა წადი, ლექციაზე არ დააგვიანო, კარგი? კარგი. დროებით. დროებით. ახლა პირველად დავდივარ ისე, რომ ფეხები არ მიკანკალებს. ისევ ცხოვრობ, რომ ტვირთად არავის ვაწვევი და არც მე მაწევს ტვირთი. დედა ჩემივით არ ვარ. საინტერესოა. ეს კარგი იქნება. ნამდვილად კარგი იქნება. მაგრამ მუშაობაში ვნახავ როგორი იქნება. ეს ბოლო წლის არის. ბაბა, ამდენი ხანი სად არის? საიდან მოგაქვთ? მოვდივარ, მამა. აქ დადე. მამა, არასწორად არ გამიგო, მაგრამ ნეტა ვყავა მუსას კაფეში და გელია. რა იყო? ერთი ფინჯანი ყავის გაკეთება გაგიჭირდათ? არა, რას ამბობ? შენზე და მუსაზე ძალიან ვღელავთ. გუშინ ნერვიულობისგან ვერ დავიძინეთ. მამა, ხომ ხედავ რა დღეში ვართ? დედა ზელიხა და ალი აქ არ არიან. შენ და ალის უთანხმოება გაქვთ. ომოც ფეხებზე ვკიდივართ. ვინ იცის როგორი ტირა მოსაზგული რომ მოელბო? ხომ იცით ჩვენ ძმას როგორი ხასიათი აქვს? ძალიან კეთილია. ქალის ტირილს ვერ უძლებს. იქნებ წახვიდე და დაელაპარაკო. ზედმეტი მოგივიდა. და მას არ მოვიდა ზედმეტი. ღმერთო ჩემო. მამა, ოჯახის უფროსი შენ ხარ. ოჯახის გაერთიანება შენი ვალია. ამ სიტუაციის მოგვარება მხოლოდ შენ შეგიძლია. მამა, წადი მუსასთან, ხომ იცი არ შეგეწინააღმდეგება. კარგი, კარგი. ვიფიქრებ. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი შვილების დაფანტვის უფლებას არავის არ მევცემ. ჩემო საყვარელო მამიკო. წადით, საკმარისია, საქმეებს მიხედეთ. მეც ვიმუშავებ. ამ საქმეს დავამთავრებ. ცოტა ნელა. რა ცუდი სუნია, პანჯრები გააღე. მიდი აქაურობა გაანიავე. ძმა მგონი ცუდად გეძინა, დაჭიმული ხარ. ნეტავ სახლში დარჩენა ვიყავი. დეიდა ზელიხაც იქ არ არის. კარგი გეყოფა. დადი ხელები დაიბანე და ჩაი დამისხე. სიმეთი გაცივდება.
რა ხდება ძმაო? შეგიძლია მითხრა? Açım. შია. Mesele bu. ახლა ეს უნდა გადარდებდეს. ჩაი და მისხი. Meselenin. აინტერესებს ბიჭს. Lan simit de პრობლემები ხომ არასდროს არ გველება. anasını satayım. Ya bu kızlarla ეს გოგონები პრობლემებს გვიქნიან ძმაო. რა მოუხერხოთ? მოდიან, მიდიან და თავს გვეტკიებენ. Kadir abi ყურადღებას ნუ მიაქცევ. Nasıl tak? როგორ არ მივაქციო? ჩვენს თვალწინ არიან. 1000 მანქანა მიდის და მოდის. სხვადასხვა ბიჭები აკითხავენ. ჭუბი კამათი ისმის. ახანდელი გოგოები თამამები არიან. ცუდი დროა, რამე უნდა მოვიფიქროთ. ო, მართალია. Bunlara bir göz უა უნდა ვასწავლოთ ძმაო. მივალ და დაველაპარაკები. ან წესიერი ცხოვრებენ, ან ბარკს შეკრავენ და ხიდან წავლენ. Pırtılarını toplayıp defolup giderler. Konuş. დაელაპარაკე, თუ არაფერი გამოვა, ჩვენს მოვალთ. Valla bu გადაეცი რომ ამ ობნის სიმშვიდეს არავის დავარღვევინებთ. Senin bu uzay რა მაგარია. ნეტავ ასეთი კიდევ გქონდეს. böyle benimle kopya. ერთი სახლში, ერთი ოფისში, ერთიც სასწავლებელში. თავს დავდევდი და ასლს გადავიღებდი. Ben de okula aldım mı? Böyle kafama göre takılırım. რიუსგარ დაიცა. დაიცა გეყოფა. რიუსგარ რასაკეთებ? ამას შეხედე. მგონი მხიარულებაში ხელი შეგიშალეთ. არას ამბობ. რით და გეხმაროთ. რიუსგართან მოვედი. დილიდან გეძებ. კარგი არაფერი მოხდებოდა. სკოლაში შენი და მიგიყვანია, არ მეტყვი რა ხდება. Ne ablası? ვინდა? რიუსგარ, თავს ნოისულელებ. დღეს სკოლიდან დარეკეს. შენმა ძმა მარც კი მომისმინა. თანამშრომლების თანდასწრებით მისაყვედურა. თავს ძლებს ვიკავებ, რომ სამსახურიდან არ წავიდე. Ya Duygu დოიგუ რა სისულელეა? მესრომან ერვიულებ. ჩემს ძმას ხომ ისნო? biliyorsun yani onu. და სინამდვილეში რა ხდება? Okulda küçük სკოლაში პატარა პრობლემა მქონდა. მე კი ვიფიქრე ჩემმა ძმამ რომ გაიგოს ამჯერად მანქანების სამრეცხაოში გამიშევს მეთქი. დახმარება მეგობრის დასს ვთხოვე. იმანას არ მაწყენინა და დამთანხმდა. böyle sana რომ ცოდნო და პასუხს შენ მოთხოვდა ასეთ რამეს არ ვიზამდი. ეს ხომ იცი? უნდა გაგეფრთხილებინე. მომზადებული მაინც ვიქნებოდი. აქამდე რამე გითხოვია და არ დაგხმარები ვარ? მართალი ხარ. დიდი ბოდიში სათქმელი არაფერი მაქვს. hiçbir şeyim yok. კარგი ჩემს ძმას დაველაპარაკები. Ben abimle ყველაფერს ავუხსნე და ბოდისაც მოვახტევინებ. გპირდები. შენ შენს თავს მიხედე. შეცდომა შენმა ძმამ გამოასწოროს. რიუსგარ, ასე არ შეიძლება. რადგან უკვე ყველაფერი შეიტყო, წავალ და დაველაპარაკები. არ გინდა უმოთ. ჩვენი ისტორია მოვიფიქრე. არაფერი არ ვთქვათ. არა, რიუსგარ. ამდენი ტყუილი არ შეიძლება. ყველაფერი რომ გაირკვეს შევსხვებით. არა, ამას მე მოვაგვარებ. უმოთ არ გინდა. შენთვისაც ცუდია და ჩემთვისაც. Ya arkadaşım გულწრფელობა ყოველთვის კარგი კი არ არის. უბრალოდ ტყუილის თქმა არ შეგიძლია. სულ ეს არის. ანუ ის და შენ იყავი. რიუსგარზე არაფერი იცი და ასეთი რამ როგორ გაბედე? ო, ამის გაკეთება ნამდვილად არ ღირდა. მართალი ხართ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ამისთვის თქვენ მიიღებდით საყვედურს. ბატონ ჰაკანს ყველაფერს ავუხსნი. თქვენ არ ინერვიულოთ. რიუსგარმა საკუთარი შეცდომა თავად უნდა გამოასწოროს. თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ. როცა საქმე რიუსგარს ეხება, ჰაკანის უნდა გეშინოდეს. მე ასე მისაყვედურა და ვინ იცის შერას გიზამს. არ გიგონოს რომ გაგიგებს. მეც დაუფიქრებლად მოვიქეცი. არ მინდა თქვენ დაგადანაშაულოთ. ყველაფრისთვის მზად ვარ. მოიცადე. მეც წამოვალ. იქნებ ცოტა დავამშვიდო. დოიგუ შეგიძლია რიუსგარს დაუძახო. შენ მოგვიანებით დაგელაპარაკები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯობს უმოც მოусმინო. Okuldan სკოლას გულისხმობ. ვიცი, senin უმოთ სკოლასთან შენ რა კავშირი გაქვს? bana ახლა არ მითხრა რომ ჩვენი და შენ იყავენ.
სამწუხაროდ ასეა. მე ვიყავი. Çok özür dilerim. ბოდიშს ვიხდი. Ya arkadaş ოხ, ne doğru? მეგობარო, როგორ გიყვარს სიმართლის თქმა. Başlayacak şimdi. ახლა დაიწყებს ღრიალს და 2 საათი არ გაჩერდება. Başta müdürü sonra... ბატონ მარიუს გარმა ჯერ დირექტორი მოატყუა, მერე კი მე. Sen de შენ კი ამაში მხარი დაუჭირა. ეს ასეა? Böyle ძალიან değerlendirirseniz მწუხარ çok ასეთ üzülürüm. ვფიქრობთ. Bakın, რამდენჯერმე istemeden თქვენი bazı საუბრის konuşmalarınıza მოწმე şahit გავხდე. oldum. Biliyorsunuz. მეც მისი ასაკი ძმა მყავს და მას მეც თქვენსავით პატრონობ. Ben de onu çok შვილივით saygı duyuyorum. მიყვარს. Hatta çocuğum ასეთ დროს ზოგჯერ როლები იცვლება. Böyle olunca da roller ვეღარ biraz გაურკვევიათ değişiyor. მათი ვინ ვართ. Yani დედა, annemiz, babamız, მამა თუ ძმა. abimiz, ablamız. ამიტომ belli მათთვის olmuyor. ცოტა რთულია. Onlar da bu yüzden sınırı biraz zorluyor. Ben hiç böyle... მამაზე არასდროს მიფიქრია. Ben o gün oraya იქ იმიტომ არ წავსულა, რომ მისთვის მხარი დამეჭირა. Sadece რადგან benden დახმარება yardım isteyecek მთხოვა. kadar kendine ახლობლად yakın ჩამთვალა და görüyorsam, ვიფიქრე წავალ. belki dışarıdan იქნებ biri დახმარება olarak შევძლო და ona თავისი yanlış შეცდომა da დავანახო gösterebilirim მეთქი. diye düşündüm. Yani თან siz daha ona თქვენ yeni დაჟილი büyük bir ceza გყავდათ. vermiştiniz. ამიტომ იგრძნო, რომ Bu sefer გამოუვალ kendinizi მდგომარეობაში იყო. çaresiz hissedecektiniz. Ne bileyim, არ ვიცი, kavga ალბათ edip ეჭყობებოდით და თქვენი gerilecek ურთიერთობა misiniz? ამიტომ დაიძაბა. Yani daha ne yapabilirsiniz სხვანაირად ki? როგორ დასჯიდით? Okuldan mı alacaksınız? სკოლიდან ხომ არ გამოიყვანდით? Tabii რა თქმა უნდა, bunları ამაზე düşünmek ფიქრი benim მე არ haddim მევალება. değil. მართალი ხართ. Haklısınız. Ne diyeceğimi მართლა არ bilemiyorum. ვიცი რა გითხრათ. Çok დიდი özür ბოდიში. dilerim. Yok. არა, meseleye böyle შენ bakınca ყველაფერი ben სხვა teşekkür კუთხით ederim დამანახე. sana. Yani... ლამის არის მადლობა გადაგიხადო. ცხელ გულზე რას აღარ ვიზამდი. Neyse. კარგი. Durum tatlı. რადგან ყველაფერი კარგად დასრულდა, მე წავალ. Duygu, დუიგო, seni kırdığım için გაწყენინე, kusura bakma. დიდი ბოდიში. Yani... სკოლიდან რომ დამირეკეს ძალიან გავბრაზდი. Sıçradı. Rüzgarı yolladım. შეგიძლია როზგარს დაუძახო. რა თქმა უნდა. Haklısın. მართალი ხარ. Ben de bazen... ზოგჯერ kendimi თავს ვერ çaresiz ვაკონტროლებ. Sanırım... მგონი ცოტა უფრო მომთმენი უნდა გავხდე. Rüzgar çok ჩემი akıllı აზრით, ve რუსგარი duygusal ძალიან bir çocuk ჭკვიანი და bence. მგრძნობიარე ბიჭია. Ne yaşadığınızı არ ვიცი თავს რა tabii ki გადაგხდათ, bilemem ama მაგრამ ნდობის პრობლემა bence აქვს. güven და sorunu თქვენი var. სიყვარული სჭირდება. Sizin sevginizi სანამ არ მობეზრდება თქვენს kırana გამოცდას kadar da sizi გააგრძელებს. uğraştıracak. Biliyor musun? იცი როგორც იქნა, Ne yaşadığını... გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, birinin რას უგრძნობ და რა გადავიტანე. ეს ძალიან მიხარია. Sağ ol. მადლობა. Bu kadar... ასეთ მოკლე დროში ადამიანებისთვის ასეთი სარგებელის მოტანა თუ შეგეძლო, ვერ წარმოვიდგენდი. წარმომიდგენია წინ როგორი მომავალი გაქვს. Ya eve gitsem de... ხომარაჯობებს სახლში წავიდეთ და იქ დავილაპარაკოთ. O zaman senin için სახლში daha უფრო zor რთული olacak. იქნება. Bence şimdi. ჯობს ახლა შეხვიდე. Merak etme. ნუ ღელა არ ამგონია ისეთი გაბრაზებული იყოს, როგორც შენ გონია. Ben işime მე dönüyorum. ჩემს საქმეს დაუბრუნდები. კარგი. Yalnız... გამიხარდება თუ ჩვენი საუბრის შესახებ რუსგარს არ ეტყვი. Bizim ჩვენი ხულიგანი თუ მიხვდება რომ გული მომილბა, tepeme çıkar. უარეს იზამს. Tamam, merak კარგი, etme. ამაზე არ ინერვიულოთ. Yalnız არ მინდა karışmak ჩავერიო, olmasın მაგრამ ama რადგან ამ işin საქმეში benim მეც olan გავერიე, kısmı için ona ძალიან kızma. გთხოვთ, არ გაუბრაზდეთ. კარგი. Gel bakalım. მობრძანდი ბატონო რიოსგარ. Otur şuraya. დაჯიქი. Oğlum ben ბიჭო, sana კიდევ რა daha- უნდა გითხრა? Ne yapayım? ან რა გავაკეთო? Sen söyle. შენ მითხარი. Kapı çalmak. კარზე არ უნდა დააკაკუნო? Çaldım. დავაკაკუნე, ama მაგრამ durmadınız. გონი ვერ გაიგეთ. Senaryo. საშინელი სცენარია. Ne vardı? რა გინდა?
მინდა კიდევ ერთხელ მოგიბოდიშოთ. ბოდიში. ამ საქმეში ჩავერიე და პრობლემები შეგიქმენით. თქვენი მოცემული საბუთების ასლები გადავიღე. მინდოდა მეკითხა, კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? შენ რა, მართლა გულუბრყვილო ხარ? ანუ, კარგი განზრახვა გაქვს. ვერ მივხვდი? დღეს გავარკვიე რაშია საქმე. ვერ გავიგე. შენს გულუბრყვილობაზე გეუბნები. ძალიან კარგი ნიღაბი მოირგე. მაგრამ იცოდე, მე ვერ მომატყუებ. მაპატიეთ, მაგრამ მართლა ვერ მივხვდი რას გულისხმობთ. არაფერია. მთავარია რომ მე მივხვდი. თუ ხაკანმა გაპატია, მე რატომ არ უნდა გაპატიო? პრობლემა რატომ უნდა შეუქმნა? მოკლედ ბოდიში მიღებულია. ახლა კი შეგიძლია წახვიდე. შენთვის საქმე არ მაქვს. ახლა ვეუპასუხებ. გისმენ? კარგ დროს დარეკე ოზან. ახლა მოვიცალე. ალე როგორ ხარ? მე კარგად, ახალ ამბებს შენგან ველოდები. მოსაკითხად არ დარეკავდი. ალე უნდა გნახო. სამსახურიდან ადრე გამოსვლა შეძლებ, ისევ იქ შეგხვდები. ოზან, ეს ჩვენი შეხვედრები როდემდე უნდა გაგრძელდეს? გეფიცები უმოძო ხშირად მგონი მე ვნახულობ. დილით აქ არიყავი? აღარ მინდა აგენტის როლში ყოფნა. უმოც ეწყინება. ალე ახლა ოფისში ვარ და ვერ მშვიდდები, ვერ სუნთქო, გისმის? შენი დახმარება მჭირდება. მე ამ მეგობრობას შევეწირები. კარგი, მოდი. მოდი. ალე შენი სიგიჟეებით ძალიან რომ მიყვარხარ, ეს უკვე გითხარი? არა. კომპლიმენტად მივიღებ. კარგი, მაშინ საღამოს შევხვდებით. იღით. ჩაი მომიტანე ბიჭო, ახლავე. ძმაო, ყავა გინდა არა? ყავა. სამზარეულოში საქმეებს შემეხედე. მუსა ჩემთან მოვიდეს. ძმაო, ბიძლიე ზაფერი გეძახის. ყავა გააკეთე. გისმენ? შენთან მოვედი. დაჯიკი, ვილაპარაკოთ. ჩემზე ნაწყენი ხარ, გაბრაზებული. რა უნდა გითხრა, მართალი ხარ. მაგრამ შენ სხვა მეცი რომ როცა გაბრაზებული ვარ, ჭკუა არ მომაკითხება.
ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. როგორ არ ვცადე, მაგრამ ოჯახში წესრიგი ვერ დამამყარე. წლების განმავლობაში ვერ მივაღწია, რომ ჩემს სიტყვას ფასი ჰქონდეს. თანაც რომ დავინახე ჩემი სისხლი და ხორცი მეწინააღმდეგებოდა, ჭკუიდან გადავედი. შვილო როგორი ნაწყენის არ უნდა იყოს, მამა შენი ვარ, მამა შენი. სულ რომ წახვედი აქედან, მაინც არაფერი შეიცვლება. მამა, სილა ორჯერ გამაწანი. მესამე და მის უფლებას არ მოგცემ. ვიცი შვილო, გოგონი არ გიცნობ? შენი აზრით აქ რატომ მოვედი? ბუდიშის მოსახდელად? ო, ჩემებური მეთოდით. კარგი, გეყოფა, ნუ ღარ მაწვალებ. შენ, ჩემი პირველი შვილი ხარ. სამყარო ერთ მხარეს არის. შენ კი მეორე მხარეს. შენ რომ დაიბადე, ორი ცხვარი დავკალი, ორი. ვინ იცის ფული ვის გამოზელე? რა ვქნათ? ასეთია ჩემი ბედი. ახლა კი ადექი, გარეთ გამომყევი. რატომ? გამომყევი და ნახავ, რატომ მას მივყავარ? ეს პატარა შენია. ეს როგორ? წავალთ, შენ სახელზე გადავაფორმებთ და შენ იქნება. მამა ეს გამომართი. სიჩუმის სანაცვლოდ მჯუქნე? შვილო, ამ ხელაკაც ქუჩაში ნუ დამაყენებ და ნუ მისაყვეთურებ. თქმას კი მრცხვენია, რატომ ვიჩხუბეთ? იმიტომ რომ მომუთი დაიცავი. ყველაფერს რატომ შეეგვე? მინდოდა ჩემი შვილები კარგად ყოფილიყვნენ. სულ ვამბობ, აღარ შემიძლია მეთქი და ახლაც იგივეს გეტყვი. არ შემიძლია. ეს აიღე, გამომართვი. მადლობა, მამა. ჩემო ვაშკაცო. საღამოს ეს ამბავი მამაშვილმა ერთად აღვნიშნოთ. ახლა წავიდეთ და ოფიციალურად გავაფორმოთ. იღით. კაფეს მიხედე. მეთე რომ გეუბნები ჩანაწერები არ მოუცია, მეთქი ესე იგი არ მოუცია. მხოლოდ და მხოლოდ თავარი როლი უნდათ. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ჩვენ ამბავს მეკითხებიან. ყველას ღურს ვეუბნები. სულ წინ მძიმე დღეები გველის. შენს გაფრთხილებ. ნერვების კონტროლს თუ ისწავლე, პრობლემები აღარ გვექნება. კარგი, ნუ მაგიჟე. გეუბნები ყველაფერს მოვაგვარებ. შენნაირი სწრაფი არ ვარ, ნაბატიე. ძვირფასო, ამ ორ სულელს ვერაფერი მოუხერხე? ლაილა, ისედაც ძალიან დავიღალე. საყვარელო, გინდა ეს საქმე მე მოვაგვარო? ო, როგორ არა, შენი ჩარევა გააკლია. არ ჩაერიო. საყვარელო, დამიჯერე სუდე ვერაფერს გაიგებს მენდე. მაგას როგორ იზამ? იმ გოგონებს არც კი ვიცნობთ. გითხარი მენდე მეთქი. კარგი რა, ვახშამზე გეპატიჟები. ნება მომეცი, მადლობა გადაგიხადო. საყვარელო, მადლობა ხომ გადამიხადე. ჩემთვის ესეც საკმარისია. არ ვიცი რა გააკეთე, მაგრამ შენ რომ არა, მე და ჩემი ძმა ამ საკითხს ასე მარტივად ვერ მოვაგვარებდით. გეფიცები გადამარჩინე. რა სისულელია. უკვე გვიანია, მუშაობას არ მორჩით? ხო, მოდი ძმა, მოდი. 2 წუთი დაიცადე, ახლა ნახავ. უმოდი ჩემი დისოლში ასრულებს. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ დიდი ხანია მე და ჩემი ძმა ერთმანეთთან ასე არ ყოფილვართ. რიუსგარ. ძალიან თხოვ. ესეც ასე.
ზუსტად ასე გააკეთა, იმ კაცთანაც ასე მოიქცა. Rüzgar yavrum. რიუსგარ ძვირფასო, ასე მე რამდენად იქცევი? იცოდე სახლში დაგელაპარაკები. Senin evde Ben niye აქ რისთვის ვდგავარ? Ya öyle yani. მოკლედ ასე იყო. შვენიერია. Ya bakın ben მომისმენთ ვახშამზე გეპატიჟებით. sizi bu akşam მე yemek გაგიმას çıkartacağım. პინძალდებით. Ya ben ısmarlayacağım. Birinize teşekkür შენ მინდა მადლობა გადაგიხადო. Birinizden. შენ კი ბუდიში უნდა მოგიხადო. Özür ბუდიში თქვი? Yani ben მოიცადე, სწორად გავიგე? rüyada falan. სიზმარში არ ვარ? Ya Umut. უმოდ კარგად დაფიქრდი. Ya hani şu ჩემი adamı ძმარ rüyada გააღვიძო. görüyorum ama baksana უმხედავ nasıl როგორი bir განცვიფრებულია. Bir düşün. კარგად დაფიქრდი. Vallahi. ჰალე, ძალიან დიდი მადლობა. ადამიანების დამშვიდება კარგად შეგიძლია. შენ მე გადამარჩინე. Aman canım. ნუ აზვიადებ ძვირფასო. Ben sana mı გონია geldim? შენთან Ben მოვედი? eşeğime geldim. სავახშმოთ მოვედი. Ay sonum უმიცი არა? ტაქსის ფული ძლევს მე ვეცი. ჰალე, იცი ძალიან სულელურად იქცევით. რა ვალდებულები ხართ ასეთ მძიმე სიტუაციაში იცხოვროთ? ნამდვილად გავგიჟდები. გამაგებინე რა საჭიროა? Aman canım şaka ძვირფასო აღარ ვიხუმრო? Vallahi mali ფინანსური მხარე თქვენ ორმა მოაგვარეთ. Ben hiç karışmam. მე ვერ ჩავერევი. O deliği üstüme. ძალიან ხვალ ამაში ნუ ჩამრევ. მადლობა. Canım harca biz böyle მომისმინე მე და უმუხტი ბედნიერად ცხოვრობთ. Gündemimiz bu იმედი değil. ამაზე საუბარს არ ვაპირებთ. Hakan. ჰაკანს Umut'a უმოთი უყვარს. Siz yerleşin. თქვენ და ჯეკით საჭირო ოთახში გავალ და მოვალ. ვურეკავ და არ მპასუხობს. ნეტავ შეხვედრაზეა? Müsait როცა გათავისუფლდება დაგირეკავს. Biz bakmaya არ შევარჩიოთ? Buranın menüleri მენიუ კი არა, ენციკლოპედია აქვთ. დიდი არჩევანია. O zaman კარგი, მე შენ ჩემს მაგივრად თქვენ შეარჩიეთ. İyi misin? კარგად ხარ? Ay Ozan öldürecek ოზან ჩემი misin სიკვდილი beni? გინდა? Bu böyle damdan ასეთი რამის თქმა ასე პირდაპირ როგორ შეიძლება? მეც გეოგნებული ვარ. Ben kuşkulanmıştım სიმართლე aslında გითხრა, en თავიდან başta. მეც დავეჭვდი. Ama Umut senin მაგრამ arkadaşın უმუთმა olduğunu მითხრა, ოზანის söylüyorsan მეგობარიაო და hala. მე დავმშვიდდი. Ama sana itiraf ettiğine göre რადგან შენ bir გამოგიტყდა, tehlike მაშინ საშიში არაფერი ყოფილა. მინდა ასე იყოს. სანამ უმოთი მასთან ემუშავებს, ამ კოშმარის ყურება მომიწევს. Ozancığım bunu niye ოზან უმოთს რატომ არ ეუბნები? მას შემდეგ რაც შევიტყვე, ორ ცეცხლს შუა ვარ. იმ წუთას თავი ძლივს შევიკავე, ძლივს. მინდოდა უმოთისთვის ხელი მომეკიდა და იქიდან წამომეყვანა, მაგრამ წინაღამის საუბარმა შემოკავა. შენ მონათქვამაც. უმეთხარი შენს გამო კიდევ რამდენი უნდა დათმოსო. Sen dedin ya bana Umut. გესმის ჰალე, ამიტომ შევიკავე თავი. Ama o da doğru. ეგეც მართალია. რამდენი ხანია გოგო წვალობს? Gece birileri დღე და ikilere ღამე kadar მეცადინეობს. azıcık uykuyla სამსახურში გამოუძინებელი მიდის. Hem Asude'nin bu სუდე რომ არ özel ფარველოდეს, durumu წინასე სწრაფად ვერ წავიდოდა. ხო და ამ შანს ხელიდან არ უშვებს, ხომ გესმის ეს? Görüyor musun? ხომ ხედავ? Ulan o kadar. იმ წუთას ისეთი აღფრთოვანებული იყო, რომ მელაპარაკებოდა. თვალები უბრწყინავდა. Ve ხედავ, რომ ვერაფერს ვერ ხვდება. დამნაშავეც არ არის. როცა ასეთ სიტუაციაშია, იქიდან როგორ წამოვეყვანო? Ay aslan ჩემო საყვარელო მეგობარო, Vallahi şu შენ an ნამდვილი რაინდი ხარ. Ay utanmasam. ახლა რომ არ მწვენოდე, ავდგებოდი და შუბლზე გაკვოცებდი. Annesiyle de დედას ხომ barıştılar. შეურიგდა. Onları böyle ახლა ოცნებობს ზაფერისგან დაიხსნას. hayalinde ბინის კი evlenmek რაობა istiyor. უნდა. Öğrenirse ამ çöker ამბავს თუ kalır. გაიგებს, ძალიან დანაღვლიანდება. Ama Hakan'ın გეფიცები cesaret ჰაკანის zerre გრძნობების kadar შესახებ fazla. მართლა არაფერი იცის. ვიცი, Bunun ben de ამას მეც ხვდები. Ya benim უმოთი შეეჭვი არ მეპარება. gerçekten. ამ o yüzden- სიტუაციას სწორედ ამიტომ ვეგუები. Ama ზოგჯერ თავს რომ ვერ ვაკონტროლებ, მიზეზი შენ მაინც გეცოდინება. პრისიბრალია და შენ მაინც დამეხმარე, კარგი? tamam mı? Yani çünkü დღეს კითხვების დასმა დამიწყო. başta da eğer anlarsa თუ გაიგო რომ ჰაგანს უყვარს, იქ აღარ გაჩერდება. Durmaz. მართალია. ვიცი რომ ძალიან წუხარ, მაგრამ დამშვიდდი. ჰაკანი ვერაფერს მიაღწევს.
Bundan sonra ben... ახლა უკვე მეც ყურადღებით ვიქნები, არ ინერვიულო. Hadi sen. გემრიელად მიირთვი. Yemem mi? კარგი, მოდი ვჭამოთ. Sen canına mı შენ რა სიცოცხლე მოგბეზრდა? Dua et Asude. მადლობა ღმერთს, ქალბატონი სუდი აქ არ არის. ვიცი, დავინახე რომ წავიდე და ამიტომაც მოვედი. შენთან მაქვს საქმე. Bak Layla, მომისმინე. tartışacak vakit არა, ახლა კამათის დრო არ არის. აქ მეთეს დასახმარებლად მოვედი. Şu görüntüleri ben შემიძლია alabilirim. ჩანაწერები მოვიპოვო. შენ? Bu iş ეს ortaya საქმე რომ çıkarsa, გასყდეს, მეთეზე bizden მეტად çok სუდე az დაზარალდება. იმ O გოგოებს görüntüleri ჩანაწერს evet ისე aslında გამოვართმევ, hatırlamıyorum ვერც კი kızlardan. მიხვდებიან. Ruhları bile ხომ არ duymaz. გეუბნები რამე ჩემთვის გააკეთე მეთქი? Benim için bir şey yap Ama demiyorum sana. sudestus Asude'ye kutho. yapacaksın. Tamam. კარგი, Göndereceğim. მათ ნომრებს გამოგიგზავნე, Ama bu konuşma. მაგრამ ეს საუბარი ჩვენ შორის უნდა დარჩეს. Bak buranın ბევრს კარგავ. frambuazlı cheesecake. აქ აურჟოლოს ჩიზკეიქს რომ არჯამ. Yani ჩემ ძმას თბილეული საერთოდ არ უყვარდა. მეც დამაინტერესა. ასეთი რა ჩიზკეიქია. Ben de çok merak ettim bu frambuazlı cheesecake'i. Ya sen... კარგი რა, sadece bakıp სულ bakma. საათს ნოუყურებ. ჩვენთან ასე მოგწყინდა? Yok canım, არა, olur mu ძვირფასო, öyle არა, şey? პირიქით. Tam tersi çok კარგ güzel დროს vakit ვატარებ. geçiriyorum. Hale'ye უბრალოდ ulaşamadım ხალეს da. ვერ დავუკავშირდი. Merak eder ალბათ beni ის ჩემზე şimdi, o ნერვიულობს და ამიტომ ღელავ. რომ ნერვიულობდეს დარეკავდა. İşi var demek. ალბათ რაიმე საქმე აქვს. Ben merak არა, მაინც ღელავ. En iyisi siz... კარგი, თქვენ abi დარჩით, kardeş მე devam კი edin, ტაქსით ben წავალ, taksiye კარგი? gideyim, olur mu? Olur mu? რას ამბობ? ერთად წავალთ. Pardon. ანგარიში მოიტანეთ თუ შეიძლება. ესეც ასე. Umut gelmiyor. უმოთი ჯერ კიდევ არ მოსულა? O odasına თავის gömülmüş, ოთახში çalışıyor. იქნება, ალბათ მეცადინეებს. görmüyoruz. აქედან სინათლე არ ჩანს. Aman hala. მასთან არაფერი თქვა. Bak bütün მთელი akşam საღამო boyunca მირეკავდა. eve gidince ვეტყვი რომ çok შეხვედრაზე ვიყავი და ვერ ვუპასუხე. მოდი, უნდა გაკოცო. Gel. მოდი, მოდი. Sana kanım iyice დღეს kaynadı. უფრო შემაყვარე თავი. ოჯახ, Olgun arkadaşım. ჩემი ზრდასრული მეგობარი ხარ. sakın boş ამ yere საკითხზე vesvese აცი kendini ფიქრო და daha აცი fazla დარდო, yeme, კარგი? Deniyorum. ვცდილობ, Deniyorum. ვცდილობ. Ama sen sağ ol. abi. მადლობა ჰალე. Valla böyle biraz რომ მელაპარაკე ცოტა დავმშვიდდი. rahatladım yani. Kafaca. Faydam da მიხარია თუ რამეც დაგეხმარე. Hadi canım. ღამემშვიდობის. Hadi iyi geceler. ღამემშვიდობის. Hadi. თხილად იარე. კარგი. İyi akşamlar. საღამომშვიდობისა. İyi akşamlar. საღამომშვიდობის. ჩემმა მეუღლემ ჰალვა გააკეთა და თქვენს გამოგიგზავნა. ძალიან დიდი მადლობა. მაპატიეთ. კიდევ უნდა გავაკეთოთ. სხვა მეზობლებსაც უნდა მიუტანოთ და შეგიძლია რომ თებში გამომიტანოთ. Ay tabii. დიახ, რა თქმა უნდა, ახლავე. Umut. ომოთ, Canım ben geldim. სათხარ მე დავბრუნდი. Siz ჯობდა არ მოსულიყავით. Ben getiriyordum თებს მე თვითონ ჩამოგიტანდით. მგონი თქვენი მეგობარი შინ არ არის. რატომ მკითხულობთ? თელმეუბანმა მთხოვა დაგლაპარაკებოდით. ყველა უკმაყოფილოა. Mahallede huzursuzluklar var. Anlamadım. ვერ neden? გავიგე? გოგონი, მოიშვი თავის გასულელებას. ჩემთან თუ კარგი ურთიერთობა გექნება, უბანში თქვენზე ვერაფერს იტყვიან. Bana bak. მომისმინე, სანამ მთელი უბანი ფეხზე დამეყენები, ახლავე წადი ჩემი სახლიდან. მოიშვი ამ პატიოსანი გოგოს როლის თამაშს. იცოდე თავში ჩაგარტყამ. Çok güzel bir gece. ძალიან კარგი საღამო გავატარე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. Biz teşekkür პირიქით მადლობას ჩვენ გიხდით. Benim
აქ შენი დატოვება არ მინდა. რაც გინდა იყიდე, მერე კი სახლამდე მიგიყვანთ. რიზგარა საჭიროა, სახლამდე ორი ნაბიჯია. არ არის საჭირო, მართლა. ამათ უკვე ზედმეტები მოსდით. ახლა სხვა მანქანით მოვიდა. თუ მდიდარი ნათესავები ყავთ, მაშინ აქ რაღაც ხორობენ, ხომ ასეა? პრობლემებიც აქვთ. სახლის წინ უჩხუბიათ კიდეც. უწესოები. მოდი წინ გადმოდი. გაცილება არ მინდა. ნახვამდის ბატონო ჰაკან. აღამშვიდობის. უკანა სავარძელზე ჯდომა მეყარს, მეტი ადგილია. ნახვამდის. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. რძე და პური მინდა. მეც თქვენი სახლისკენ მედივარ, თუ გნებავთ გაგაცილებთ. არა, რატომ უნდა მინდოდეს? რა ვიცი, შემოგთავაზეთ, მეზობლები ვართ. თქვენი ადგილი იცოდეთ, ესეც საკმარისია. ასე რომ გააბრაზა. გავაფრთხილე, მაგრამ არ ესეამონა. ასეთ ადამიანებს ჩვენზე პატიოსნად მოაქვთ თავი. დამეხმარეთ. გაჩვენდი. ვინმემ დამეხმარეთ. ნუ ყვირი. მიშველეთ. პატიოსანი გოგოს როლის თამაშს. უმოთ. მოდი ჩემთან. კარგად ხარ? კარგად ხარ? მოვკლავ. კარგი დამშვიდი. შვიდად. ახლავე პოლიციაში დავრეკავ. ხომ კარგად ხარ? კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიწვალოთ? ვერ დავასრულეთ. ნაზლის ძმა კომპიუტერებში კარგად ერკვევა, ხომ არ დავიხმაროთ? მერე ნაზლის რა გაუძლებს? ინტერნეტის პაროლს რომ გაუბნება, მაგის გამო ზემოდან დაგყურებს. ვერ ხვდები? მამას ვთხოვოთ, იქნებ ინტერნეტით შემოიყვანოს. Alo? დიახ, Evet, benim. დიახ, მე ვარ. დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. გიცნობთ ქალბატონო ლაილა. ლაილა ის დარჩა ბრძანდებით, არა? Bizimle. ჩვენთან? Tabii olur. დიახ, რა თქმა უნდა. Yarın. ხვალ? Evet olabilir. ო, შეიძლება. Tamam. რომელ საათზე შევხვდებით? Kaçta buluşalım? კარგი, Tamam. შევთანხმდით. Anlaştık. Size de. ნახვამდის. დიდი მადლობა. შედი ძურფასო. უმოთ. კარი კარგად ჩაკეტე. აივანი ჩემოწმე და პანჯარაც ნახე, ღია არ იყოს. კარგი. თუ გინდა ჩემს ოთახში წადი, მე აქაურობას მივალაგებ. არა, ძალიან გთხოვ, მარტო არ დამტოვო. საყვარელო, ყველაფერი დამთავრდა. უკვე კარგად ხარ. დამშვიდდი. რომ ვერ მოგესწრო? ცოტაც და მოგისარი, მოგისარი. ძალიან გთხოვ, ხალე იმ წუთებს ნუ აღარ გაიხსენებ, დაივიწყე. დაივიწყე, კარგი? კარი ღია არ უნდა დამეტოვებინა, უნდა ჩამეკეტა. კარი ღია არ უნდა დამეტოვებინა. კარგი, რას წარმოიდგენდი? კარის მეზობელი იყო. შენ არაფერში ხარ დამნაშავე, ნუ ღელავ. ხვალ ახალ სახლს ვიპოვეთ და აქედან გადავალთ. ის არამზადა კი საკადრისად დაიჯება. ძალიან გთხოვ, არ დამტოვო.
Alo canım. დიახ, ძვირფასო. Senin sesin. იცი რა კარგია დილას შენი ხმის გაგონებით რომ ვიწყებ. Günaydın. დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის. Sabaha kadar დილამდე seninle გოშმარებს ilgili ხედავდი. ama dün görüşemedim. გუშინ ვერ გნახე, ვერ დაგელაპარაკე. ამიტომ ცუდად მეძინა. Atlayıp gelecektim ya. შენთან ახლა ვემოვიდოდი, მაგრამ დილით პროდუქციას ვტვირთავთ. მამაჩემა და ეჩემა. შენც უნდა დაესწრო, კომპანიაში უჩემოდ ვერაფერს აკეთებენ. არ არის პრობლემა. გუშინ რომ მირეკავდი, შეხვედრაზე ვიყავი. მერე გირეკავდი, მაგრამ შენ Sızmışım herhalde. მეძინა მაპატიე. დილით ვნახე რომ დაგირეკავს. Sen kesik. ძალიან მოკლე პასუხს მცემ. რა მოხდა? არაფერია, უბრალოდ თან ვიცვამ. Tam giyiniyordum da ondan. Şu an ახლა იცვამ? tam olarak. ამ დილაუთენია ისეთ რამეებს ნუ მეუბნები, თორემ Şeyler söyleyeyim. ტელეფონში გამოვძრები და ვეღარაფერს გავაკეთებ. İşmiş falan. ისედაც ვკვდები, ისე მინდა შენთან ყოფნა. O zaman şimdi Seviş sana kapı sorduğum bir mogixdeba. şey gelecek. Hayatıma dikkat კარგი, უნდა etmem წავიდე, lazım. ხალე კართან მელოდება. Seni seviyorum. მიყვარხარ. Ben de seni მეც seviyorum. მიყვარხარ. Hadi öptüm. Kusura bakma. მაპატიე, ტელეფონზე ვსაუბრობდი. Affedersin. მაპატიე, Ya giyineceğim. უნდა ჩავიცვა, მაგრამ Korkuyorum. Meşeniye. yalnız başıma. Bu olacak. ძალიან მეშინია. Gel. მოდი, Ben sana dışarı გარეთ ხომ არ çıkmak ვისაუზმოთ. Hayatım kahvaltı საყვარელო, ახლა საუზმეზე ვიღა ფიქრობს. მიდი, მოემზადე და წავიდეთ. ასე თავიანთ ნებაზე ვერ მოიქცევიან. ო, სეირი ვაჩვენოთ. რას ეყურები, წინ წამოდი. გუშინ ჩემს ხმას გაუტეხეს თავი, ვინ იცის ხვალ იგივე ვისელის. უნამოსობას ვერ შევეგუებით. თავხედებო. გარეთ გამოდით. თქვენ უნამოსოებო. რა ხდება? გარეთ გამოდით. გამოდით უნამოსოებო. გამოდით გარეთ. რა ხდება? ახლა ვეგარეთ გამოდით. ჩემს ქმარს თავი გაუტეხე. ამ სახლს მოშორდით. წადით და თქვენ საქმეს მიხედეთ. ახლავე პოლიციას გამოვიძახებ. მიდი, გამოიძახე. წამოდი, შიგნით შევიდეთ. წაეკრიეთ. უნამოსოებო. Ben söyleyeceğim. არ ვიცი როგორ გითხრა. Dostluğu. შენი მეგობრობა, ზრუნველობა Benim için. ჩემთვის ძალიან ძვირფასია. Keşke. ნეტავ აქამდე მიმხვდარიყავი, რა ზიანს ვაყენებდი ჩვენს ურთიერთობას. Aslında. ნეტავ ასეთი რამ საერთოდ არ წამოგვეწყო. Ama სამწუხაროდ სინანულით ვერაფერს ვერ ვიზამთ. biliyorsun. ეს შენს ხომ კარგად იცი. Ben de bu noktaya არც მე მეგონა ყველაფერი აქამდე თუ მივიდოდა. Yani gelecek. არ მეგონა თუ ასე დამემართებოდა. Sen მაგრამ haklıydın. მართალი იყავი. Ben de ზღვარს inandım. გადავედი. Ama senin თუმცა შენს გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ცემდი. უპატივცემლობა ხომ არასდროს გამომიჩენია. Özelde არ olmasın. ვიცი, შეიძლება შენთვის En azından არაფერს წარმოვადგენდე, მაგრამ 2 günlük მეგონა რომ kısıtlar. 2 დღის წინ მოსულ გოგონაზე მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი. Ama görüyorum. თუმცა სამწუხაროდ ხედავ, რომ ასე არ არის. Yapma. არ გინდა დუიგო. Saçma. ნოსულელო. Evet doğru. Ben მართალი ხარ შეცდომა დავუში, მაგრამ ბოდიში ხომ მოგიხადე. Neyse Hakan. კარგი ჰაკან, Ben daha fazla. მაგრამ მე ამის ატანა აღარ შემიძლია. Gerçi 15 წესით 2 კვირა მაინც უნდა დავრჩე. Gitmeden işte. დაწყებული საქმე ბოლომდე რომ მივიყვანო, მაგრამ Ama o gücü ამის kendimde თავიც აღარ bulamıyorum. მაქვს. Tamam. კარგი. როგორც გინდა, Sen kendini ესე nasıl მოიქეცი. hissedeceksen öyle yap o zaman. Teşekkürler. her şey. დიდი მადლობა. Dostun მზად ვარ როგორც მეგობარი ყოველთვის შენს გვერდში ვიყო. Unutma. კარგი. ჩემს ნივთებს შევაგროვებ და წასვლამდე კიდევ ერთხელ შემოგივლი. ნეთა. დუიგო სამსახურიდან მიდის. ელფასი და კომპენსაცია ანგარიშზე ჩაურიცხა.
ასე როგორ შეიძლება? ეროვნულ გუნდში უნდა ითამაშოს და თან გალათასარაიში. ყველა ლანძღვას დაუწყებს. ჩაიმომიტანე. ახლავე. ჩვენ ევროპელებზე ძლიერები ვართ. ევროპის თასი მოვიგეთ. უფრო ძლიერები ვართ. ძმაო სამირ, დიდ პატივს გცემ, მაგრამ ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევი. სულ ევროპის თასზე ლაპარაკობ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სუპერთასის მფლობელები ვართ. ო, როგორ არა? მირთვით. Alo. რამე მითხარი ძმაო? Oğlum başka zaman სხვა დროს არ ჩუმდები ხოლმე, ახლა რა გჭირს? Dünden beri მიდი, ყავა მაინც მომიტანე. bir kahve yap oğlum ya. Hadi. ახლავე. Dur lan. მოიცადე. Gel gel. მოდი. Arabaya mı lan? ასე მანქანის გამო ხარ? არა ძმაო, შენი გადასაწყვეტია. მე ვინმე კითხება. Sorma da. არ გაინტერესებს სინამდვილეში რა ხდება. Lan. როგორ გეგონია? ასეთ მანქანას სინამდვილეში ვინ ეყიდიდა? O parayı მოვიფიქრე, ის ფული უკან როგორ დავაბრუნო. მანქანა უმოც უნდა მივცე. ძმაო, ბოდის გიხდი. მე სხვა რაღაც ვიფიქრე. თქო, მაბადია, წავალთ გვილაუს მოვიდან ყავასთან ერთად. ყავასთან ერთად. მიდი, წადი. გონი დამშვიდნენ და წავიდნენ. არა, არსად წასულან. ომოთ თუ ღმერთი გწამს პოლიციაში დარეკეკთ ხო? როგორც ჩანს ესენი აქედან წასვლას არ აპირებენ. კარგი, მოიცადე, ახლა დავრეკავ. ჩანთამდე თუ მივედი. აქ დავიხოცებით არა? კარგი, დამშვიდი. აქეთ მოდი. კარგი, დამშვიდი. შვიდად. დია. უმოთ რა უნდა ქნათ? უმოდ რა ხდება? მუსა დაგვეხმარა სახლს ქვებს ესვიან. მე და ხალი სამზარეულოში ვართ. ვინ ისრის, რას ამბობ? დამშვიდობით, მოვდივარ. ძმაო, რა მოხდა? გოგოები საფრთხეში არიან, მივდივარ. მეც სამოვალ. კაფეს ხომ არ დავტოვებთ? ბატონი სამირი ხომ აქ არის? მიდი, დროზე. ახლა მოვედი. ფუნებას მომცემ, ტუალეტში შევალ. შენ მიხედებერი. ყველაფერს მე ხომ არ მოვაგვარებ. სუდე. დუიგო. დუიგო, კარგად ხარ საყვარელო? დუიგო. კარგად ხარ ძვირფასო? დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა. იმედიც კი აღარ დამიტოვა. დამშვიდდი, შეიძლება ვინმე შემოვიდეს საყვარელო. დამშვიდდი. ჯერ არაფერი დამთავრებულა. სამსახურიდან წამოვედი. ისიც კი არ უთქვამს დარჩიო. აქ რა ხდება? რა ხდება თქვი არ ამზადებო? მოშორდით აქედან, წაეთრიეთ. ეს გოგონები უპატრონები ხომ არ გონიათ? წადით აქედან, თქვი არ ამზადებო, წაეთრიეთ. წაეთრიეთ მათი ჯგარა. არ ამზადებო. სახლში წადით. ალე, უმოთ. კარი გააღეთ, მუსავარ. კარგი, მოვდივარ. დამთავრდა. შვიდად. გოგოებო, რამე ხომ არ დაგიშალდათ? კარგად ხართ? კარგად ვართ, კარგად. აქაურობა რა დღეში შეუგდიათ? ალე, დედა შენი სად არის? მუსა. რა მოხდა? დედამისი წავიდა. რამდენიმე დღე სოფელში წავიდა. საკმარისია.
მე დედა არ მყავს. თავში საფარში გავიზარდე. მინდოდა მშვიდად მეცხოვრა, მაგრამ ხომ ხედავ, თავს არ მანებებენ. რადგან მარტო ვცხოვრობ, ხალხს გონია, რომ კახბავარ. კარგი დამშვიდდი. მარტო ხელაკაცებს ქვებს რატომ არ ესვრიან? მარტოობა მხოლოდ ქალებისთვისაა დანაშაული. კარგი დამშვიდდი. დეტალებზე დუიგოს დავლაპარაკები, ამ წვრილმანებით შენ აღარ დაგღლი. დუიგო სამსახურიდან მიდის. მის საქმეებს მილმინი მიხედავს. მინდა მისი ადგილი ვინმე გამოცდილმა ადამიანმა დაიკავოს. იქნებ ვინმე მომიძებნო. მოიცადე დუიგოს სამსახურიდან როგორ უშვებ, ის ხომ შენი მარჯვენა ხელია. წასვლა თვითონ უნდა. ჰაკან, ნებას თუ მომცემ რაღაც მინდა გითხრა. ნებას თუ არ მომცემ, მაინც გეტყვი, მაპატიე. ჩემთვის ძმასავით ხარ. უმიცი როგორ მიყვარხარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. არ მინდა რომ ინერვიულო. არ მინდა შენი ნერვიულობის მიზეზი მე ვიყო. შენ რა შუაში ხარ? ჰაკან, შეიძლება შენ არ გინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვხედავ უმუთის გამო რა მდგომარეობაშიც ხარ. დამიჯერე მე შენზე მეტად ნერვიულობ. რაც არ უნდა იყოს, ის ჩემი მოყვანილია. ჰაკან, უმუთი აქ არ უნდა მუშაობდეს. მისი აღყოფნა შენს გადაწყვეტილებებზეც მოქმედებს. მადლობელი ვარ, ჩემზე რომ ზრუნავ. მაგრამ ამ საკითხს უმუთთან არანაირი კავშირი არ აქვს. მართალია. სანამ გავიგებდი, რომ ოზანის შეყვარებული იყო, მას სხვანაირად ვფიქრობდი. მაგრამ ახლა ასე არ არის. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. მე და დუიგოს მომავალი არ გქონდა. ეს თვითონაც კარგად იცოდა, მაგრამ გვიან მიხვდა. კარგი, განხარდება ამ თემაზე თუ აღარ ვილაპარაკებთ. კარგი, როგორც გინდა. სხვა რაღა უნდა გითხრა. აღარ მოგაცდენ. როგორც ჩანს, ბევრი საქმე გაქვს. ჰაკან, უმიცი მე ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი და ვიქნები კიდეც. გამიხარდება ჩემს ნათქვამს თუ არ დაივიწყებ. ოზანსაც კი არ დაურეკეთ. ამ მდგომარეობამდე მიხვედით და მაინც ცდილობდით ამ საკითხის მოგვარებას. რომ არ დამერეკა, მეც ყველაფერს გავიგებდი. კარგი, მუსა. რამდენიმე დღე სასტუმროში ვიცხოვრებთ. არ მინდა სახლში დაბრუნება. არა, სასტუმრო ამაზე უარესია. სასტუმროში დარჩენის უფლებას ვერ მოგცემთ. მამა ჩემს დაველაპარაკები. არაფერს დაგიშავებთ. უფრო მშვიდად იქნებით. მე სასტუმროში დარჩენის მეშინია. მეშინია უმუთ. კარგი, მაშინ წავიდეთ. საკამათო არაფერია, წავიდეთ. თავი უნდა დავიზღვიოთ. წინა დღეს რაც დაგვემართა, ისე აღარ უნდა მოგვივიდეს, ყველაფერი მე მომანდე. კარგი. წინათვის საუკეთესო ადგილი ეს იყო. ინტერნეტში უფრო ლამაზი ფოტოები იდო. აი ნახე, იქ არის. მის ტანსაცმელს შეხედე. მგონი დავიჩრდილეთ. მიხვდი არა? არაფერი გქონდა და რა უნდა ჩაგვეცა. წამოდი, ხასიათს ნუ გამიფუჭებ. გამარჯობა, გამარჯობა. გამარჯობა. გუშინ ვის ველაპარაკე? მე. მიხარია რომ გაგიცანი. მეც მიხარია, ესე იგი შენი ელდა. დიახ. ჩვენც ძალიან გვეხარია თქვენი გაცნობა.
ხშირად გინდათ რამე შეუკვეთოთ? არა, მადლობა. გამარჯობა. რას დალევთ? მე ლატეს დავლევ. მე ესპრესოს. რომელი არომატით? არომატით? ვანილით იყოს, უფრო გემრიელია. ო, მეც ვანილით მიყვარს ყველაზე მეტად. კარგი. ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. რატომ დაგვირეკეთ? ალბათ ხვდებით. გავიგე რომ სუდეს-თან ვერ შეთანხმდით. ნანახი არ მყავდით, ამიტომ არ ვიცოდი თქვენგან მსახიობები დადგებოდა თუ არა. მაგრამ ერთმანეთზე უკეთესები ხართ. ეკრანს ძალიან მოუხდებით. ო, არა? კარგი მაკიაჟით მახინ ჯებსაც კი ალამაზებენ. თქვენ მაკიაჟიც კი არ გჭირდებათ. ყველაფერი თავის ადგილზე გაქვთ. ო, მაგრამ ბატონი მეთესა აგენტოდანაც არ დაგვირეკეს. ჩვენ მხოლოდ ერთ ჩანს ვითხოვთ. ბევრი არაფერი გვინდა. არ გვინდოდა საქმე ასე გართულებულიყო. ძვირფასებო, ასე რატომ ნერვიულობთ? ახლახან შექმნილი კომპანიისგან სხვას რას ელოდით? ჩვენთან კი ბევრი რამეა, ამაზე არ იღელვოთ. კარგი, დიდი მადლობა. მადლობა. გემრიელად მიირთვით. ავა მიირთვით და მეთესთან წავიდეთ. მე შეტყობინებას გავუგზავნი, რომ მოემზადონ. საყვარელო, ამ ორი სულელი გოგოს დაყოლება არ გამჭირვებია, მომყავს. ამიტომ ცოტა თბილად მოიქეცი, დანარჩენს კი მე მივხედავ. ბატონო მუსა, წამობრძანდით. ბატონი ოზანი გელოდებათ. გამარჯობა მუსა. შენ აქ ისე არ მოხვიდოდი. არ მითხრა რომ რამე პრობლემაა. გოგოები წამომეყვანე. ამაღამ ჩემთან დარჩებიან. უბნის მაცხოვრებლებმა მათ ქვები დაუშინეს. რას ნიშნავს ქვები დაუშინეს? უმოთი კარგად არის? კარგად არიან. სამსახურში მემეყვანე, სანერვიულო არაფერია. მიდი, ყველაფერი მიამბე. იმ დღეს სწორედ ამის მოყოლა მინდოდა. ალეს დედას კი ერყოლია. ჩვენ გვეგონა დედა მისი სახლში იყო და მშვიდად ვიყავით. ორი გოგო სახლში მარტოა. ამის უფლებას როგორ აძლევს? ეს თუ იცოდი რატომ არ მითხარე? ილოცე რომ ეს ამბავი უფრო არ გართულდეს. უმურთი სახლში დაბრუნებაზე დაგთანხმდა? Umut eve dönmeyi kabul etti mi? აბა რა უნდა ეკნა? რა ეკნა? შენთან ხომ არ წამოვიდოდა? ბოდიში, მაგრამ ჩვენ ბევრი ნაცნობი არ ყავს. უკვე ზედმეტი მოგივიდათ. თქვენს ურთიერთობას სახელი უნდა დაარქვათ. თუ არა და ყველაფერი დაამთავრეთ. მე თავიდან მეკითხარი. არ მინდა თქვენს შორის ჩავდგე მეთქი. ოზან, მისმენე? მომწონს ხარ. ერთმანეთს კარგად გავუგეთ. მაგრამ ნუ გამაგიჟებ. ამ უბნიდან ვინმე რომ მოვიდეს და რამის სისულელე ილაპარაკოს. მერე რა სეზამ? იმ ადამიანს არ მოკლავ? დღეს ორი კაცი კინაღამ შემომაკვდა. რა ჯანდაბა უნდა მექნა? მუსა საქმე აქამდე მივიყვანე და როგორ გონია ახლა უკან დავიხევ? მაგრამ ეს ქვების სროლა რას ნიშნავს? როგორ გაბედეს? ეს როგორ გააკეთეს მუსა? მომისმენე, უმოთს სხვა გზა აღარ აქვს. და შენც ვეღარ იტყვი. მუშაობა უნდა დავიწყო, რომ დამოუკიდებლად ვიცხოვრაო. რაღაც უნდა მოახერხო. და უნდა დანიშნო მაინც. არ მინდა ძალა დაგატანო.
Ben buraya მაგრამ იცოდე, devamını da ჩემს sonra. მოთმინებასაც აქვს საზღვარი. Hadi bana eyvallah. ახლა წავედი. Canım. საყვარელო, ასეთი რამ როგორ დამიმალე. Ozan. ოზან, Senin nereden შენ საიდან გაიგე? Neredesin baba? სად ხარ? Önemli bir მნიშვნელოვანი mesele საქმე var. მაქვს. Yarın lokantada დედა orada ზელიხას konuşalım. სასადილოსთან შევხვდეთ, კარგი? Tamam. კარგი, Geliyorum hemen. მოვდივარ. Benim seni görmem უნდა lazım. გნახო. Seni okula ben კურსებზე მეც bırakıyorum, აგიყვან. ben gidiyorum. კარგი, არ ინერვიულო. Sıkma canını, კარგი, sonra მოვდივარ. konuşuruz. Ozan. ოზან, Önce giden აქ მუსა იყო მოსული. Baba dönünce მამა რომ დაბრუნდები, მერე ვილაპარაკოთ. ოზან, სად მიდიხარ? Hani tasarım დიზაინერი ხომ უნდა მოსულიყო? Ya baba ben... მე მივხედავ მამა. Tamam, her şeyleri შეხვედრას bir şey გადავდებ, yapalım. რაღაცას Çok önemli ვიზამ. bir şey var. მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. Ozan. ოზან, Ozan. ოზან, Ozan. ozan. Bu kadar güzel kızları საყვარელო ვერ ხვდები ასეთი ლამაზი გოგონები ხელიდან როგორ გაუშვეს. სუდემ კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ ამ საქმეს არაფერი გაეგება. გოგოებს ვიდეო უკვე მომზადებული ქონიათ, მაგრამ სუდესთან ვერაფერზე შეთანხმდნენ. მათი მიზანი მხოლოდ წარმატების მიღწევაა. Yani. დიახ, Yani ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ წარმატებას მივაღწიოთ. ცუდი განზრახვა ნამდვილად არ გვაქვს. Tamam o zaman. კარგი, Anlaşmamak შეგვიძლია için შევთანხმდეთ. ხომ ასეა? Sizden biri გოგონება კურსებზე და გარეგისტრირებთ, მაგრამ გადასახადს არ გადაიხდით. ალბათ იცით ჩვენი სააგენტოს კურსების წლიური გადასახადი რაც არის. Rol? როლი? Yolda konuştuğumuz dizilerden როგორც კი ახალი სერიალი გამოჩნდება, როლს აუცილებლად გამოგიძებნით. მაგრამ თავიდან მთავარ როლს ვერ შეგპირდებით. bölüm oyuncu. ეპიზოდებით უნდა დაისყოთ. Ama bu arada როცა სერიალში სათქვენო როლი გამოჩნდება, size uyan her გაკვეთილებსაც karakter için შეგიტარებთ. alışveriş çekeriz. Yani hanımlar. ალბატონებო ჩვენ შანს მოგცემთ. დანარჩენი კი თქვენზე იქნება დამოკიდებული. Kimse zorlamayı მსახიობად yapamayız. ძალით ვერ გაგცევთ, ხომ ასეა? დიახ. tabii. ო, რა თქმა უნდა, არ ინერვიულოთ. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. Görüntüler. ჩანაწერი? Onları da merak ჩანაწერზეც არ ინერვიულოთ, რაც არ უნდა იყოს, ის ჩვენი გარანტიაა. Ortalığa saçar ყველაფერი რომ მოგვარდება, Kendimizi ჩანაწერს მერე garantiye გადმოგცემთ. aldığımızı anladığımız anda kayıtlar elimizde. Anlaştık კარგი, söylüyorum ესე იგი ben. შევთანხმდით. Size en kısa უახლოეს zamanda დღეებში prosedürü დოკუმენტაციის tamamlamak için მოსაგვარებლად çağıracağız. დაგირეკავთ. Tamam o zaman. კარგი, მაშინ თქვენის ნებართვით ჩვენ წავალთ. İyi günler. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. Hay ben. სულელები. Hallettik. საყვარელო დამშვიდდი. Sakin ol artık. ყველაფერი მოგვარდება. ჩანაწერი მათ აქვთ. რა მოგვარდება? Hem თანაც ჩანაწერი რომც მოგცენ, რა შეიცვალა? რა ვიცით რომ ასლი არ აქვს შენახული. დარწმუნებული ვარ, ასლსაც შეინახავდნენ. ჭკვიანურად თუ მოვიქცევით გამოქვეყნებას კი არა. Kendileri იმ bizi ჩანაწერის bekleyin. ყურებასაც კი ვერ გაბედავენ. Boşanma bitsin. ჯერ შენ და O სუდე bölüm განქორწინდით, bizimle მერე კი öyle ამ ჩანაწერის არსებობასაც აღარ ექნება აზრი და ამ სულელებსაც მიუჩენთ თავიანთ ადგილს. სტრატეგიულად უნდა ვიმოქმედოთ, საყვარელო. sen შენ როგორი ჭკვიანი ყოფილხარ? Biraz izin ver. თუ ნება მომეცი რომ დაგეხმარო. Ona biraz ასე izin მარტო versen, როდემდე sana უნდა yardımcı იყო. olsam, hayat დახმარების bu kadar უფლებას kolay რატომ არ მაძლევ? olmaz. Neden sana yardımcı olmama izin vermiyorsun ki? Bak bakayım bana. შემომხედე. Musa'yı bile მუსასთან arabaya დარეკვა რომ aldın. გაგახსენდა. Neden? მე რატომ არ გაგახსენდი? Ozan. ოზან, მოსასთვის არ დამირეკავს. Biz tam სამსახურში მივდიოდით და ვინახეთ რომ ეზოში იყვნენ. და მე ქვები დაგვიშინეს. წარმოგიდგენია? არ ამზადები. არ ვიცოდით რა გვექნა.
სახლში შევბრუნდით. İşte o მერე კი მუსამდე კადა ხმა გაიგონა. duydu. Artık ლოდინს აზრი აღარ აქვს. Anlıyor musun? ჩემებს დაველაპარაკები. Ben bizimkilerle ქორწილი რაც konuşuyorum. შეიძლება სწრაფად უნდა გადავიხადოთ. Prosedür başlıyoruz. Sizinkiler de შენებიც მაშინვე დაგთანხმდებიან. Sence გოგონია benim მაინტერესებს umurumda ვინ mı? რას Bu ფიქრობს და saatten რას sonra აკეთებს. kim ne diyor, ne düşünüyor? Ya ben sana ზაფერთან ერთად იმ სახლში როგორ უნდა იცხოვრო? Ben sana რამე ayar სახლს verdim. მოგიძებნედი, მაგრამ Ama ამ Musa საქმეში da- მუსა ჩაერია. Ozan ოზან, bizim ვის kime რა ne დავუშავეთ? zararımız oldu? Niye არ მესმის ჩემს ცხოვრებაში რატომ ერევიან? არა, მართლა არ მესმის, ვერ ვიგებ. Biliyor musun? ახლა მინდა იმ უბანში მივიდე Şu an gidip და ყველას Musa ჭკუა Haydar ვასწავლო. ayağına çekesim var ama მაგრამ önce seni ჯერ შენ sorumlu უნდა alacağım. მოკიდო ხელი. Nikah mı? ქორწინების სახლში წაგიყვანო. O kadar. მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ მოვითმენ. Çöktüm ya. შემომხედე, Vallahi çöktüm. გავჯაღარავდი. Şuraya bak. İşte bakar mısın? ჯერ Beyazları მამაც კი არ saçlarım გამხდარვარ. ya. Resmen მაგრამ dede ალბათ olacağım. მალე Oğlum, ბაბუა dede გავხდები. olacağım. Senin gülüşün. ღემილი როგორ გიხდება? Gel buraya. მოდი ჩემთან. Sen bu kadar შენაირი ადამიანი როგორ აადირას? nasıl ağlatır? არ ამზადები. Hepsi cehennemlik. Bak bakayım bana. შემომხედე. ჩვენც მაგის ახსნას ვცდილობთ, მაგრამ არ გესმის. მუსა, რამე ხომ არ უჭირთ, სიმართლე მითხარი. არა, დროულად მივედი. უბანში აყალმაყალი ატეხეს, მაგრამ მერე დაიშალნენ. აყალმაყალი რატომ ატეხეს? რატომ ატეხდნენ? ის გოგო მარტო რომ ცხოვრობს იმიტომ. ზაფერ, მამა გთხოვ, არ უთხრა. ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა. ამჯერად მართლა მე დაველაპარაკები. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. მაგას მე მეუბნებით? რაც არ უნდა იყოს, უმოთი ჩემი შვილის არის. მადლობა ღმერთს რომ გადარჩნენ. ავად მყოფენ და გიჟათ ნუ გამომასხადეთ. გამოდი ამ ლავაზი მანქანით მამა შენი უბანში წაიყვანე. გოგონებსაც წინასწარ შევამზადებ. მიდი რაღაც უსტი. ო, მართლა, ეს რა არის? ჩემ შვილს საჩუქარი გავუკეთე. მეულოცე მაინც. გილოცავ, მუსა. ადიქი, ადიქი. ვარემ თავში ჩამარტყით. როგორც გითხარი, ყველაფერი მოვამზადეთ, მამა. მაგრამ იცი რა, ვერავის მომემსახურებით, ყველამ თავის თავს მიხედოს. ასე რატომ იქცევით? ის ხომ თქვენი და არის. ღმერთო ჩემო. ჩვენგან არან სხვავება რა? სადაცაა წითელ ხალიჩას დაუგებ. სახლიდან ჩვენ რომ წავსულიყავით, წარმოგიდგენია? სულ ამას რატომ გაიძახით? ასე ძალიან გინდათ ამ სახლიდან წასვლა. ღმერთო ჩემო. კარი იქით არის. მიდით, წადით. ვინც წავიდა ხომ ხედავ თუ გამბრუნდება. წადით და ნახავრაც დაგემართებათ. Ne olmuş da უკან geri რატომ dönüyor? ბრუნდება? Daha geçen იმ gün დღეს ამბობდა, თქვენს სახლში აღარ დაუბრუნდებიო. უხარო და აქედან რომ მიდიოდა. მისი შეურაცხყოფელი სიტყვები ასე მალე დაივიწყე? თავი ნუ მომაბეზრეთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. წინ უნდა ვიყუროთ. ისევ მე დავოხრი თავს. ისევ მე. სად არიან? სად არის? უმოთი არ მოსულა ჯერ. Sana da merhaba. გამარჯობა დედა ზელიჰა. მისმინეთ? იცოდე, ნუ გამაგიჟებთ. სტუმრებისთვის საჭმელი გავაკეთებინე. დაიღალნენ და ცუდ ხასიათზე, ამიტომაც არიან. ჩემი დამოვიდა. ფრთხილად არ წაიქცა.
შვილო, Anne, ჩემო გოგო, iyi misin? კარგად ხარ შვილო? კარგად ვარ დედა. Abla დაიგო, geleceğini öğrenince როგორ მომენადრე. sen ალი, nasılsınız? როგორ ხართ? Eksik olma. მადლობა შვილო, კარგად ვარ. კეთილი იყოს შენი მოსვლა, სიძე ბატონო. Hoş bulduk. მადლობა. Halem, ალი, Halem ალი yavrum. შვილო, კარგად ხარ? İyi misin Halem? წამოდი, წამოდი, სახლში შევიდეთ. ერთმანეთს იქ მოეფერეთ. Ben gelmeyeceğim. არა მე ვერ შემოვალ. Eğer müsaitseniz... თუ გცალიათ, გვინდა ხვალ საღამოს გესტუმროთ. გცალია? რა თქმა უნდა, როგორ არ გცალია. Tabii buyur. რა თქმა უნდა, გძალია, გვაწვით. მაშინ მეძავალ, დროებით. Ben seni ararım. კარგად იყავე. კარგი. კარგი, წავედით. Prenses Hazretleri. პრინცესამ გვიკადრა? Hadi babama anlat. კარგი, მამასი მესმის, ფული აიღო, მაგრამ მუსას რა სჭირს? Abime ne oldu? ჩანთაც კი წამოაღებინა. Çantasını taşımalar falan. Olacağı olsun. ნახო სამიერიდან რაც მოუვა. Ama o görür bundan ნეტა უმუთი რატომ დაგვიბრუნდა? Not da geri döndü. ივლის ახლა ცხვირა Kolay წეული. kolay burnunu düşürmez o. Burnu kopsun. დედა ზელიხა, ესაც ავიღო. უმუთის ოთახში. დიახ, ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვოთ. ახლა შერიგების დრო მოვიდა. Kızlar aç. გოგოებო არ გშიათ? სუფრასთან დასხედით. დედა შენს აღარ დაველოდე. სუფრა გოგონებს გაბაშლებინა. არა დედა არ გშია, მადლობა. მომისმინე უმოთ. ერთი ნაბიჯი შენ უნდა გადმოდგა, ერთი მე. ნელ-ნელა ერთმანეთს დავუახლოვდებით. წენა და მტრობა უნდა დავივიწყოთ უმოთ. მამა, დედა ზელიხა სახლში რომ არ იყო, ვიფიქრე ვერაფერს გაამზადებდით. ამიტომ გარეთ ვჭამეთ და ამიტომაც არ გშია. O zaman siz დაღლილები იქნებით, ზემოთ ადით და მოწესრიგდით. üstünüzü başınızı değiştirin ha. კარგი, წამოდი. ალი, მიდი გოგონებს დაუძახე. ყველამ ერთად ვჭამოთ. მიდი, სუფრასთან დავსხდეთ. ესე იგი მარაკასთან ყვავილებით და შოკოლადით უნდა მივიდე, არა? მის ირონიულ სახეს ვუყურო და იმ გოგოს ხელი ვთხოვო, არა? ასეა? მიპასუხე. მაგას ჯობს იერაღი დაგვიმიზნა შვილო. გთხოვთ არ გინდათ. რამდენჯერ გითხარით, ზაფერის საქმე მომაგვარე. ნეტავ განახათ რა მდგომარეობაშია, ძაღლივით არის. ძაღლივით. ფინია ძაღლივით. ესე იგი ძაღლივით არის. ხელ გამოწვდილი ეგრე არ დაგსდევდათ? ფულს ეგ არ გთხოვდა? ამაზე რომ ვფიქრობ, ცუდად ხვდები. შვილო იმ კაცს არც სინდისი აქვს და არც ნამუსი. გესმის შვილო? სინდის გარეცხილი კაცია. Baba, მამა, baba. მამა, Benim için. ეს ჩემთვის გააკეთე. უმუთისთვის. Bir gece. აღარ ვიცი რა გითხრათ. ერთი საღამო. მხოლოდ ერთი საღამო. İstersen მე თუ გინდა საერთოდ ნუ არ შეხვდებით. Ya ben თუ გინდა მიდი და გალანძღე. Zafer'i mi isteyeyim? წადით და ზაფერის ხელი ეთხოვეთ, მეთქი ხომ არ გეუბნებით. შენ ესე ხუმრობის ხასიათზე ხარ? იმ გოგო სოლად თუ მოიყვან ჩათვალე რომ ზაფერზეც დაქორწინდი. ის არაკაცი ფულის გამო შენთანაც კი დაწვება. ღმერთო ჩემო, არებს მალაპარაკებ. დედა შენ მაინც დამეხმარაგთ, ხო? ჩვენ ასეთ რამაზე ვერ დაგთანხმდებით შვილო. ეს შეუძლებელია. Teşekkür ederim. მადლობა. Ne yapacağız? რა უნდა ვქნათ რა გიფ? მისმა სიტყვებმა გული არ აგიჭუყოს. ეს არ დაუშვა. Sakın. არც დავუშვებ. თავი დაუხარე და ეხლა ხედავ რა მივიღე.
ამჯერად მას აღარ აყვები. მათი სათამაშო არ გავხდები. ეს გამორიცხულია. მაინც რომ დაქორწინდნენ? თუ მაინც დაქორწინდება, ყველაფერს დაკარგავს. თავარია შენ არ აგიჭუყდეს გული და შენ არ დამისყვა ხვეწლა მუდარა. არა. მე მინდა ჩემი შვილი გადაარჩინო. მნიშვნელობა არ აქვს ამას როგორ გააკეთებ. რა კარგია. ტელევიზორს ერთად უყურებთ. ამ საღამოს ხომ დარჩები? არა მამა. თანაც ადგილიც არ არის. რატომ არ არის? ეს დივანი ხომ წარიელია. დაივიწყე. აი, ცივი მოგიტანე. ბოლომდე დალია და ყველაფერი დაგავიწყდება. ცივი წყლის დალევა შენ მოგიწევს. რა თქვი? ბრავო? მაინტერესებს ის კაცი აქ რა პირით უნდა მოვიდეს. ისე წესით სახლშიც კი არ უნდა შემოუშვა, მაგრამ რა ვქნა ისევ ჩემს შვილს ვსემპათევს. ო. მადლობა ძმაო. სახლში ახალი წესი დაამკვიდრე. გამოდის ჩვენც გვაქვს უფლება შეყვარებულები ყავდეს და სახლში მანქანით მოგვაცილონ. რას ამბობ? ამ სახლში მხოლოდ ჩვენ რატომ გვიბრაზდები? ამიერიდან ჩვენ საქმეში ვეღარ ჩაერევი. გეყოფა. მუსა. შენს ადგილას დაჯექი შვილო. ეს გოგო მართალია. ცოტა თავისუფლება უნდა მიეცათ, თორემ ისინი საგვიჯანყდებიან. დედა, ჩვენ მოვაწესრიგებდით. აქ ხომ დაეტევით შვილო? ო, დავეტევით. ნუ ღელავ. დედა. ხომ ხედავ, კარგად ვართ. არაფერი გვიჭირს. ხალე მეზობელს ეჩხუბა და ყველანი აგვიყვირდნენ. სულ ეს იყო. მეტი რაღა უნდა მომხდარიყო შვილო. მე კი ამ დროს სად ვიყავი? რას ვაკეთებდი? თქვენთვის მხოლოდ ლოგინის გასვლა შემიძლია. იმასაც ვერ გეუბნებოდით, რატომ არ მითხარით მეთქი. დედა. იმის ღირსიც კი არ ვარ, დედა, დამიძახო. დედა ზელიხა. ადამიანისთვის დედის სუნიც, მისი ჩახუტებაც კი საკმარისია. უბრალოდ მომეფერე და ჩამეხუტე. ჩემთვის ესეც საკმარისი იქნება. რა იყო, რა გჭირთ? არაფერი. მოდი ჩვენთან შვილო. მეც ბედნიერი ვარ, მაგრამ წინასწარ გეუბნებით, რომ არ ვიტირებ. მოდი შვილო. დაიგო, რამე პრობლემა ხომ არ არის? არა. ღმერთო ჩემო, თქვენც კარგად იცით, უმოც როგორ ვექცეოდი. და ყველაფერს ნამათქმევინებთ, თითქოს მას ვიცავდი. ის აქ თავისინებით არ დაბრუნდებოდა. ნამდვილად რაღაც დააშავა ძმაო. ჩვენ კი არაფერს გვეუბნები. ისევ მას იცავ. ხვალ, მისი ხელის სათხოვნელად უნდა მოვიდნენ გოგონი. ნიშნობას ჰალესთან ხომ არ გავაკეთებდით? მაშინ ხვალ საღამოს მოსულიყო. აშკარად რაღაც ხდება. მომისმენეთ. ბოლოჯერ და გასაგებად გეუბნებით. იცოდე, ნუ გამაგიჟებთ. იცით ამ ყველაფერს მე რატომ ვიდან? არ ვიცოდი სინამდვილეში რა ხდებოდა და სისულელეები ჩავიდინე. შეცდომები მეც დავუშვი და ამ ყველაფერს ამიტომაც ვიდან. ის ოზანი კაცურად მოიქცა და ჩემი შეცდომები დამანახა. ახლა კი ბოლოჯერ გეუბნებით. ამ სახლში არავითარი წესი არ შეცვლილა და თავზე დმეტის უფლებას ნუ მისცემთ. არა ძმაო, ჩვენ საერთოდ არაფრის უფლება არ გვაქვს. უფლებები მხოლოდ უმუდს აქვს. ელდა,
დაიგო, ამ შუაღამისას ნუ გამაგიჟებ. ამ სახლში არავინ არავისგან არ განსხვავდება. ჩემთვის ყველანი ერთნი ხართ. გასაგებია? Baba, მამა, sen annemi შენ დედა არ გიყვარდა? ნუ ცდილობ გული ამიჩუღო. bir soru sor. არა, უბრალოდ კითხე. დედა ჩემი არ გიყვარდა? Oğlum, შვილო, annenin დედა შენს ნემა მოუწია. მეც შეტევა მაქვს. ölüyorum. ჩვენი დაქორწინებით გული კი არავის არ დგენია. Baba seviyorum. მამა ის გოგო მიყვარს. Seviyorum. უმოთი ya. ძალიან მიყვარს. Bunu senin ამას için შენთვის მნიშვნელობა არ აქვს. değeri yok mu? Sen de შენ არ მითხარი, თუ მართლა გიყვარს მხარს დაგიჭერო. ეს შენ არ მითხარი? buradaydım. აქ ვიყავით. Dedin, ეს სიტყვები შენ მითხარი. bunu senin destek. ეს არის შენი მხარდაჭერა. Biz battık. 50,000 ლირამ გაგაკოტრა. Sen bana doğum დაბადების დღეზე მიყიდე მანქანა, რომელიც 50,000 ლირაზე ბევრად მეტ იღირს. Kat be kat daha fazla. Tabii canım. რა თქმა უნდა, ფულის შოვნა ადვილია. Madem bu kadar რადგან ეს გოგო ასე ძალიან გიყვარს, რადგან გინდა რომ ის არამზადა შენი სარჩენი იყოს, შენს არჩევაში მე აღარ ჩავერევი. რაც გინდა ისქენი. istediğini მაგრამ ჩემი ფულის იმედი ნუ გექნება. manevi olarak ფიზიკურად შენს გვერდით ვიქნები. ben seni ო, მამა შენი ვარ. ama maddi მატერიალურად ვერ დაგეხმარები. şart. აი ეს არის ჩემი პირობა. თუ თანახმა ხარ, მაშინ არ არის პრობლემა. ბეიქოში ერთი კარგი ბინა ვნახე. ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს ყოფილა. ჩემი პერანგი უნდა ავიღო. ცხვირი წაიმტვრიე და უკან მოხვედი არა? არამე მნიშვნელოვანი რომ არ მომხდარიყო, აქ არ დაბრუნდებოდი. ნუ ხარ ისევ ცხვირა წეული, აღარ გიხდება. სიტყვით გამოსვლას თუ მორჩი შეგიძლია წახვიდე. ღამე მშვიდობის. მოიცადე. ჯერ ყველაფერი ახლა იწყება. Sen iyi ამდენი წელი ამათ როგორ უძლებდი? აქედან რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეთ. მიდი შენც მოძებნე რამე. ხვალ ინტერნეტშიც მოვძებნი. მერე კი წავალ და ვნახავ. Umut. ომოთ. Aman değil. ძალიან ხომ ბინა მაღალ სართულებზე ვეძებოთ. Ben Zafer'le ზაფერთან bir ერთ ოთახშიც დავიძინებ, მაგრამ დაბალ სართულზე ვეღარ ვიცხოვრებ. oturamam. კარგი, ნუ ღელა. Evet elim. არა, ხელში მიჭირავს. Yo yo. Ozan benim. ოზანი ჩემთვის ყველაფერია. Yani უფულოდ როგორ დატოვებ, მაგრამ მინდა რომ ცოტა ჭკუავასალო. biraz burnu მინდა რომ sürtsün istedim. ფულის ფასი გაიგოს. Yani მინდა მიხვდეს რომ ფულის შოვნა ადვილი არ არის. yanıldığını anlasın. Yaşamadan ეს თუ არ იგრძნო, ისე ვერ მიხვდება. Neyse. ყველაფერი კი ჩვენ შორის უნდა დარჩეს. კარგი? Görüşürüz. ნახვამდის. ბატონო ოზან, ბატონი რაგიფი თავის კაბინეტში გელოდებათ. კარგი მივალ. Hadi baba. მამა, Biraz yumuş. მიდი ცოტა მოლბი, მამა. მე თქვენ საღამოს გელოდებოდით. რა ხდება ბატონო რაგიფ?
oluyor burada? აქ რა ხდება? Otur და anlat. ჯეკი და გეტყვი. Biliyorsunuz მოგახსენებათ ამ ქორწინების მომხრე არ ვარ, მაგრამ ama gönül გულს ვერაფერს ვერ ვუბრძანებთ. ხოლო ბავშვებს ერთმანეთი უყვართ. Ozan'cığım ოზან, bunu ამას თუ imzalarsan მოაწერ ხელს, ben de bu ამ საღამოს წინააღმდეგობას აღარ გაგიძავ. რა არის მამა? გუშინ რაზეც ვილაპარაკეთ. იმ ყველაფრის ოფიციალური საბუთი. ეს იმის დასტურია, რომ ამიერიდან ისე იმუშავებ, როგორც ჩვეულებრივი თანამშრომელი. არც მემკვიდრეობის და არც სხვა რამის მოთხოვნის უფლება არ გექნება. ამ საბუთის მიხედვით, როგორც ჩემს შვილს, უფლება აღარ გექნება. მიდი და ხელი მოაწერა. Evet Zafer. აბა ბატონო ზაფერო, Ben hala თუ ისევ გინდა რომ მათ ქორწინებას მხარი დაუჭირო, მაშინ გილოცავ. კარგი, როგორც გინდა. ერთ სახლში მაინც ვიცხოვრებთ. Vallahi ელფასე თავისთვის ეყოფა, მაგრამ არა მგონია შენი დახმარება შეძლოს. ეს რა არის? საქორწინო საჩუქარია? აქ იმისთვის დაგიბარე, რომ შენთან შეთანხმება დაგო. ამ ქორწინებიდან ვეღარც შენ მიიღებ სარგებელს და ვეღარც მე. hayatım boyunca პულსინდენს გთავაზობ, რომ ვერც კი იოცნებებდი. eğer bu ვერც კი evliliğe წარმოიდგენდი. bu para senin. ბავშვებს ერთმანეთი უყვართ. თანაც უმოთი ძალიან კარგი გოგოა. არ მესმის ჩემს შვილს რას უწუნებთ. თანაც მე როგორ უნდა დავაშორო. უმოთი მე მაინც არ დამიჯერებს. მე უმოთის წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ მეწოდება შენნაირი მამა რომ ყავს. ძალიან კარგად იცი, ისი წინააღმდეგიც ვარ. მისმენე ბატონო ზაფერ, Seninle bu შენთან დიდხანს ლაპარაკს არ ვაპირებ. კარგად დაფიქრდი. düşün taşı. Bu თუ anlaşmayı ჩემს შემოთავაზებას არ დათანხმდები, ჩემგან ვერცერთ თეთრს ვერ მიიღებ. ya bu evliliğe ან ქორწინებას ხელს შეუშლი, ან გაღატაკებულ ოზანს სახლში სიძეთ დაისვამ. შენანაირი მოყვარის სკოლას მირჩევნია საერთოდ არ დაქორწინდნენ. კარგი? როგორც იქნა ერთმანეთს გავუგეთ.